ყვარლის ბაგა ჩირინას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ეგრეთ წოდებული სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით ამ წუთებში პირველი სხდომა იწყება. ლაშა პაპაშვილი ჩირინასგან 4.700.000 ლარის ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. თანხის გადახდა ჩირინას 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ოლიგარქის კარის ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა, რაც ჩირინასგან ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნება მტკიცებას, თითქოს ყვარლის ბაგამ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა აკრძალული ვეტ პრეპარატი ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც აკრძალული არ არის საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და ყვარლის ბაგა თავადაც იყენებს. კომპანია ჩირინა კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და შესაბამისი დოკუმენტაციით ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა. უფრო მეტ სასამართლო პროცესის შესახებ გავიგებთ თამარ დემეტრაშვილისგან. თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს ამ წუთებში პროცესი კომპანია ჩირინასა და ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს შორის. კომპანია ჩირინა ასაჩივრებს ამჯერად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის ძალითაც მათ დაეკისრათ 4.700.000 ლარის გადახდა ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის სასარგებლოდ. ბიზნესმენმა უჩივლა კომპანია ჩირინას და ის ამტკიცებდა, რომ მას მიადგა მატერიალური ზარალი, დაეხოცა საქონელი იმის გამო, რომ მან გამოყვება ეს საქონელი კომპანია ჩირინადან წაღებული ქათმის კლინტით, რომელშიც მისივე მტკიცებით აღმოჩენილი იყო ანტიბიოტიკები. კომპანია ჩირინა ასაჩივრებს, როგორც აღნიშნე, ამ გადაწყვეტილებას. დღეს ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ეს თუკი სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს იქნება საშიში პრეცედენტი ბიზნესისთვის. კომპანიის დამფუძნებელი რეზო ვაშაკიძე კი ამბობს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ფულის სული ჰქონდა. ჩვენ საერთოდ მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც გავასაჩივრეთ, არის არაუბრალოდ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, არამედ ეს გადაწყვეტილება არის საშიში პრეცედენტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ბიზნეს ოპერატორს შეუძლია შარი მოსდოს სხვას, ისე რომ მას არც კანონი ქონდეს დარღვეული, არც ხელშეკრულება და უბრალოდ სასამართლოს გადაწყვეტილების მეშვეობით გამოზალოს თანხა. ეს არის სამწუხარო პრეცედენტია, ეს არის კატასტროფული პრეცედენტი, რომელიც მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეიცვალა სააპელაციო სასამართლოს მიერ და ხო, იმედი გვაქვს სააპელაციო სასამართლოს ობიექტურობის. პირველ რიგში მანს უნდა შეემოწმენა ნებისმიერი ნედლეული, რომელსაც მიიღებდა სანამ ცხოველის საკვებს დაამზადებდა და შემდეგ უკვე როდესაც ცხოველის საკვებს დაამზადებდა, ამის შემდეგ სანამ ცხოველს მიცემდა გამოსაკვებად, კიდევ ერთხელ უნდა შეემოწმენა მისი უსაფრთხოება. ეს ვალდებულება თვითონ დაარღვია და ეხლა უნდა პასუხისმგებლად ჩვენზე გამოიტანოს, რაც არის კიდევ ერთი ნონსენსი ამ საქმეში. რაც შეეხება იმას, ვიცოდით თუ არა დანიშნულების მიზნობრიობის შესახებ, ხო? შეფასე ჩინას ამის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ ქონია. ჩემი მოლოდინი საერთოდ საბრძოლოდ არ განწყობილი. ჩემი მოლოდინი ის არის, რომ კომპანია ჩირინას არ დაურღვევია არც საქართველოს კანონმდებლობა, არც ჩვენი ხელშეკრულებები კომპანიასთან და მე დადებითად ვარ განწყობილი და ჩემი აზრით სასამართლო, სააპელაციო სასამართლო დადებითი გადაწყვეტილებას მიიღებს. არასამართლებრივი გადაწყვეტილება იყო. მე გეტყვით, რომ მე თვითონ ბიოლოგი გახლავარ და სპეციალურად დავდიოდი, რომ მოსამართლისთვის ამიხსნა ის ნიუანსები, რომელიც დაკავშირებული იყო ამ პროცესთან. მე ჩავთვალე, რომ აუცილებლად, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული იყო საწინააღმდეგოდ. თუ მეორე ეტაპის შემდეგ უმაღლეს რას ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს ქვეყნის გარეთ. სააპელაციო სასამართლოში დღეს იმართება პირველი სხდომა, არ არის მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება დღესვე იქნება გამოტანილი, სავარაუდოდ მას რამდენიმე პროცესი დასჭირდება. კომპანია ჩირინას წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ბრძოლისთვის მზად არიან და მათ იმედიც აქვთ, რომ გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ იქნება მიღებული. რაც შეეხება ლაშა პაპაშვილის წარმომადგენელს, ის მოვიდა სააპელაციო სასამართლოში, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.